ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებლს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია სამყაროს შეცვლა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ქმნიან მომავლის ისტორიას, სითბოთი, ცოდნითა და საკუთარი საქმისადმი უდიდესი სიყვარულით. ბიოლოგიის ღვაწლმოსილი პედაგოგი ქალბატონი მაია ნარსია იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომელმაც არაერთ თაობას გაუხსნა გზა ცოდნის სამყაროსკენ, შთააგონა მომავალი პროფესიის სიყვარული. მისი ცხოვრება შრომის, თავდადებისა და აღიარების ისტორიაა. ხშირად მიფიქრია, როგორ შეგეძლოთ ყველასთვის გეპოვნა დრო, ყურადღება და სწორი სიტყვა. თქვენთან გაკვეთილზე ყოველთვის იყო მშვიდი, თბილი გარემო, სადაც მოსწავლე შეეძლო თავი ფასეულად ეგრძნო. თქვენმა მიდგომამ ბიოლოგია ჩემთვის გადამწყვეტ საგნად აქცია და ჩემი პროფესია, სამედიცინო და პედაგოგიური განათლება სწორედ ამის დასტურია. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ჯერა მისი მნიშვნელობის და ამ სიყვარულს მოსწავლეებსაც დიდი სიყვარულით უნაწილებთ. პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა, ინოვაციური მეთოდები, მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა საგნის ინტეგრირება, საველე გაკვეთილები, განხორციელებული პროექტები. საუბრობენ ჰორმონები, გენმოდიფიცირება და თანამედროვეობა, მითი თუ რეალობა. სიცოცხლე ჩვენთვის უდიდესი საჩუქარია, ვიბრძოლოთ მისთვის. სამყაროს კეთილი ელჩი, ჩვენი სოფლის სამკურნალო მცენარეები, ტყე შეუნახე შვილებს, საქართველოს მინერალური წყლები. ვიბრძოლოთ მწვანე მომავლისთვის. ორიენტირებულია მოსწავლის საჭიროებაზე, განვითარებასა და წარმატებაზე. თუ ბედა სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტოს სწავლა. ქალბატონ მაია ნარსიას პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გზავნილი მომავალი თაობებისა და პროფესიაში შემომსვლელთათვის. და კითხვაზე, რას ეტყოდით მათ? ქალბატონმა მაიამ დიდი მწერლის ნოდარ დუმბაძის სიტყვებით გვიპასუხა. ნამდვილი მასწავლებელი 4 საიდუმლოს უნდა ფლობდეს. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები. უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის. კონდეს უნარი ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი. იყოს უაღრესად თანამედროვე. კონდეს ცოდვა მადლის, ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი. სხვანაირად, ყველა მცდელობა იმისა, რომ იყო მოძღვარი, ფუჭია, ყალბი და უშედეგო. მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობისათვის, დაუღალავი შრომისა და განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელით, შრომის, ერთგულებისა და სიყვარულის დასტურად. მადლობა მასწავლებელო.